ანტიკორუფციული ბიურო დეტალურად განმარტავს რის საფუძველზე დააჯარიმა მამუკა ხაზარაძე. საქმე ეხება ქონებრივ დეკლარაციას, სადაც არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის ხაზარაძის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების სიჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ნინო არღულიანია თემით პირდაპირ ეთერში. ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის დეკლარაციაში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ის, რომ მამუკა ხაზარაძე წლების განმავლობაში სახელმწიფოს უმალავდა გერმანიის ელჩზე გაქირავებული სახლის გადასახადს. ასევე ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებიდან ვიგებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ დეკლარაციაში არასახა უცხოურ ბანკებში არსებული ანგარიშების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისად არც ამ ანგარიშებზე არსებული თანხის რაოდენობა მიუთითა. გადაწყვეტილება ანტიკორუფციულმა ბიურომ უკვე მიიღო დეკლარაციის არასწორად შევსების გამო. ლელოს ლიდერი დაჯარიმდა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მრავლობითი დარღვევები, კერძოდ მამუკა ხაზარაძის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის მის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების სიჯარის ხელშეკრულება. ამასთან აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძე მონიტორინგის ფარგლებში ითხოვა დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის დამატებითი დროის მიცემა, რაც ბიუროს მხრიდან იქნა გაზიარებული, თუმცა მიუხედავად დამატებით მიცემული ვადებისა, მისი მხრიდან არ მოხდა ყველა საჭირო დოკუმენტაციის ბიუროსთვის წარმოდგენა, მათ შორის მამუკა ხაზარაძის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი მის სახელზე უცხოურ ბანკებში არსებული ანგარიშების ამონაწერები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მამუკა ხაზარაძე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პრიმა პუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა. პარტიის ლიდერის დაცვა დღეს რიგით მასიორიძემ სცადა, რომლის თავის მართლებაც იქამდე მივიდა, რომ თურმე კანონის დარღვევა ხაზარაძის შემთხვევაში კანონდარღვევა არ ყოფილა. მმართველ პარტიას კი ხაზარაძისგან კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღარ აკვირვებს. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ ქართულ საზოგადოებას არ შეეტყო, რომ ელჩი პეტერ ფიშერი მამუკა ხაზარაძის მდგმური იყო. მამუკა ხაზარაძე ჯერ კიდევ საპყრობილეში იმყოფებოდა, როდესაც მისმა ოჯახმა აღმოაჩინა ეს რაღაც ეგრეთ წოდებული გადაცდომა და ყველა ხარჯი სახელმწიფოსთან გაასწორა. ანტიკორუფციული ბიუროს ახლანდელი გამოხტომა სხვა არაფერია თუ არა ქართული ოცნების ისტერიკა, რათა გადაფაროს ეს არაბული აფერა, შესაბამისად გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება რეალურად არარსებულ თემებზე. პოლიტიკოსები განსაკუთრებით ყოველთვის მაქსიმალური სიზუსტით ვავსებთ ხოლმე დეკლარაციას. ელჩთან დაკავშირებით აღნიშნული თემა, ეს ვფიქრობ, ძალიან პრობლემური საკითხი არის, იმიტომ რომ ელჩი, რომელიც უნდა იყოს აბსოლუტურად როგორ ვთქვათ, დამოუკიდებელ ხო არ უნდა ერეოდეს ქვეყნებში და პოლიტიკურ საქმეებში. გერმანიის ელჩმა დაგვამახსოვრა თავისი განცხადებები, რომელიც ძირითადად აღვივებდა სიძულვილს ექსტრემის ქვეყანაში, ახალი ძალადობრივ ჯგუფებს, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა და ბევრი კითხვის ნიშნები იყო, თუნდაც მის საცხოვრებელ ფართან დაკავშირებით საზოგადოებას ახსოვს აღნიშნულთან დაკავშირებით უამრავი განცხადება გაკეთდა. უამრავი მოთხოვნა იყო თუ გამხდარიყოს ყველაფერი საჯარო, გამჭვირვალე, მაგრამ უშედეგო. ალბათ ერთხელ თაღლითი, მუდმივად თაღლითი იქნება, მასშტაბს ამ შემთხვევაში ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს მის შემთხვევაში. მან ანაკლიის პროექტიდან და სწორედ იმ საქმიდან გამომდინარე, სადაც ბრალდებული არის თაღლითობაში, აქედან მოყოლებული გრძელი გზა გაიარა სხვადასხვა არასწორი ნაბიჯების, მათ შორის ყველაზე ელემენტარული, რაც შეიძლება და მოეტყუებინა, ეს არის დეკლარაცია, რომელსაც საჯარო პირები ვაბარებთ. გამიჭირდება ამ ყველაფრის შეფასება, რადგან შეფასებას საკმაოდ მძაფრი გამონათქვამები ჭირდება. თაღლითებისთვის კანონი რომ არ არსებობს და მათთვის კანონის უზენაესობა ეს მხოლოდ და მხოლოდ სარიელი სიტყვები არ ახალია. ყველა კანონის წინაშე თანასწორია, წარმოუდგენელია, რომ ნებისმიერი დიპლომატი, რომელიმე კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის პარტიის სასარგებლოდ სახლს ქირაობდეს, ასეთი რამე ნებისმიერ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იქნებოდა დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, მაგრამ არ არის ესეც გასაკვირი გამომდინარე იქიდან, რომ ფიშერი ერთი ჩვეულებრივი კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლად და მის გამპრავლებლად იქნა გადაქცეული.
თბილისის ელიტარულ უბანში მამუკა ხაზარაძემ საცხოვრებელი სახლი მეუღლეს 2022 წელს აჩუქა და როგორც ირკვევა 2022 წელსვე გერმანიის ელჩზე გააქირავა. ზუსტად 4 წელია პეტერ ფიშერი მის სახლში ცხოვრობს და ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დუმს როგორც სახლის მესაკუთრე, ასევე მისი მდგმური. მადლობა ნინო არღლიანს.